მოგესალმებით გამოდონილია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად დღეს და ამ ეპიზოდში ვიდეო რგოლების სერიისა ვისაუბროთ ხევზე. გსურს რომ განვიხილოთ მოხევების ყოფა, როგორც ცხოვრობდნენ, რა იყო მათი ტრადიციული ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი, რა რიტუალები ჰქონდათ. და მინდა დავიწყო საუბარი თქვენით, რამდენი ხანია რაც იკვლევთ ამ თემებს, როგორ დაინტერესდით და დავუშვათ თქვენ პროფესიულ ცხოვრებაში რა საინტერესო გამოცდილება გაქვთ ხევის ძეგლების თუ ეთნოგრაფიის კვლევის. პროფესიით ვარ ენათ მეცნიერი, მაგრამ სამწუხაროდ პროფესიით არასოდეს მომუშავია, უკვე უნივერსიტეტის დამთავრების მერე ძალიან მალევე, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა რატომღაც მუზეუმში მუშაობის და 1998 წლიდან უკვე დავიწყე მუშაობა ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ესე ერქვა მაშინ ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობ მუზეუმში. თავიდან ცოტა სხვა გვერქვა ესეთი მეცნიერ მუშაკები მუზეუმის, რომლებიც გარკვეულ თემებზე მუშაობდით ხოლმე, მაგრამ შემდგომში უკვე გარკვეულად ესე ფუნქციების განაწილება მოხდა და უკვე კონკრეტულად ეხა ამჟამად მე ვმუშაობ ფონდების ატრიბუციაზე, ანუ კოლექციების აღწერაზე უკვე დაახლოებით 15 წელი არის ალბათ, ანუ დაწვრილებით ყველა ნივთს, ყველა ნივთზე ვაკეთებ მის პასპორტს, ხდება მისი ფოტოფიქსაცია, მისი აღწერა, ზომა, დაზიანება, რა ტიპის აქვს და ასე შემდეგ, ყველა მონაცემი. ასევე პარალელურად მოვიძიე ჩანაწერები მაშინდელი ცხონებული სტეფანე ალიბეგაშვილის ჩანაწერები, სადაც მას მითითებული აქვს ესა თუ ის ნივთი სად არის შეძენილი, ვისგან არის, რა თანხად არის შეძენილი და ვცდილობ რომ ეს ყველა მონაცემი ვიპოვო და შევიტანო ამ ექსპონატის პასპორტში, ესე ქვია ექსპონატის პასპორტი, რომელსაც ვადგენ ციფრულად და შემდეგ მისი ატვირთვა ხდება გის პორტალზე, კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ ნახოს ამ მუზეუმში დაცული ექსპონატები. და ესე თანდათან წლების მანძილზე ესე ეთნოგრაფად ჩამოყალიბდი, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ ესე ვთქვათ, რომ იმიტომ რომ უკვე ამდენი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და დამიკროვდა გარკვეული ცოდნაც, რა თქმა უნდა, ამ სფეროში. კი ბატონო. მე როგორც ვიცით, რუსოს ხეობის კვლევაზეც გაქვთ გამოცდილება ბატონ იოგოსთან ერთად ექსპედიციების მონაწილე იყავით. და ფაქტობრივად თქვენ იყავით რაც პირველი ადამიანები ჩვენი ეპოქის, რომლებმაც გააცოცხლეს ხეობის მიმართ ინტერესი, ხო? დიახ, ესე იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ სადღაც 2012 წლიდან იაგოსთან ერთად უკვე დავიწყეთ რუსოს ხეობაში შესვლა, მე მანამდეც მქონდა რამდენიმე ექსპედიცია ჩვენ მუზეუმიდან მქონდა რუსოში, მაგრამ 2012 წლიდან უკვე როცა მონიტორინგი ხორციელდებოდა, ყოველ წელს შევდიოდით ჩვენ უკვე რუსოს ხეობაში, ვახდენდით, რა თქმა უნდა, გადაღებას ამ ძეგლების რა მდგომარეობაში იყო, შეძლებს დაგვარად მის აღწერას და ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ და სამჯერად შევდიოდით და აბსოლუტურად ყველა ძეგლი თუ სადმე რამე იყო მონახულებული, აღწერილი და ასე შემდეგ ეს გვაქვს გაკეთებული. ამას ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენი ინიციატივით, აბსოლუტურად ყოველგვარი დაფინანსების და რაღაცა ხელშეწყობის გარეშე ჩვენი საკუთარი ინიციატივით და ბევრი შრომა არის ამ საქმეში ნამდვილად ჩადებული. დღეს გრძელდება ისევ ეს პროცესი უფრო ღრმად. კი ბატონო. დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის, ასე ვთქვათ, უფრო წარსულის თემას, ხო? მოხევეთა ყოფა, საცხოვრისი, მათი ყოველდღიურობა. მე როგორც და რაც შემიძლია, ასე ვთქვათ, ჩემი შეფასებით ვთქვა, რომ საკმაოდ რაციონალურად იყენებდნენ ყველა იმ რესურსს, რაც ჰქონდათ იმ პერიოდში და მათი ცხოვრების წესიც და ყოველდღიურობის გარკვეული ნიუანსებიც, ხო, ამაზე იყო აგებული მათი საკვები რაციონიც, საკვების მომზადების წესიც და თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს, ხო, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ცხოვრებაში რესურსების სწორად გამოყენებას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უკვე, იმიტომ რომ რაც ადამიანი მაინც თითქოს არასწორად იყენებს დღესდღეობით. და რა შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ ამ მხრივ და როგორ განაპირობა და როგორ ჩამოყალიბდა მოხევეთა ეს წესჩვეულებები აქედან გამომდინარე.
ხო, ზოგადად მაშინ დავიწყოთ აი ჯერ დასახლება ვთქვათ როგორი იყო. ზოგადად მოსახლეობა სად ირჩევდა საცხოვრებელ ადგილებს. ეს საცხოვრებელი ადგილები ხშირად სოფლის დასახლების ტიპი არის სოფელი და თანაც პატარა, ახლა დიდი დასახლებები ხევში არ არის. ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე მთის ფერდობებზე იყო დასახლებები. ეს დასახლება იყო ისეთი, რომ აუცილებლად ზურგის მხრიდან ძნელად მისადგომი ადგილი ყოფილიყო. ეს განპირობებული იყო მტრის შემოსევის დროს გარკვეული ზურგის დაცვა რომ ქონოდათ და უფრო შემაღლებულ ადგილებზე. აუცილებელი იყო რა თქმა უნდა, რომ წყალი თავისთავად უნდა ქონოდა ახლოს, ყველგან მდინარე აუცილებლად ჩამოუდის გვერდზე, ასევე დაცული უნდა ყოფილიყო ზვავისგან და მეწყერებისაგან, ისეთი ადგილები იყო შერჩეული და კიდე ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ისეთი ადგილი ყოფილიყო, რომ მზე ამოსვლიდან ჩასვლამდე, ანუ დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყო, ეს დაკავშირებული იყო გათბობასთან, იმიტომ რომ მოიხსენებათ საკმაოდ ხანგრძლივი ზამთარი და ზოგადად ცივი კლიმატური პირობები არის ხევში, ანუ თითქმის ყველა სოფელი ისეა, რომ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მზე ამ სოფლებს უყურებს. ნუ ეს ცოტა ძველ დასახლებებს შეეხება, ნუ შემდგომში ხა მოგეხსენება ცოტა ქვემოთ ჩამოიწია თან და თან რამდენიმე სოფელმა და დაბლა ჩამოსახლდნენ. უფრო ეს თვითონ ამ დასახლებას რაც შეეხებოდა. თვითონ სოფლები იყო ძალიან პატარა, როგორც უკვე ვთქვით, იყო ბანიანი სახლები, ეს შეჯგუფულად იყო ეს სახლები, უფრო ხშირად ერთმანერთზეც კი გადადიოდა ეს ბანები, ვიწრო ქუჩებით, ფოლოსებით უკავშირდებოდნენ ერთმანერთს, ანუ ერთი მთავარი ქუჩა იქნებოდა ალბათ უფრო ესე, რომელშიც ნუ ეხა მაშინ ტრანსპორტი ურემი წარმოადგენდა და აი ურემი რო გაივიდა, იმიტომ რომ მცირე მიწიანობის გამო ეს განსახლება დიდ ტერიტორიაზე არ ხდებოდა. და ამას თავდაცვითი რაღაც ფუნქციაც ხო არ ქონდა ერთად შეჯგუფებული. ერთად შეჯგუფებულს რა თქმა უნდა, რომ უფრო დაცვა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ესეც იყო ყველაფერი გათვალისწინებული ამისთვის. და ესე ბანიანი დასახლებები იყო, ესე ვთქვათ, და როგორც უკვე ვთქვით, ხშირად შეიძლება ერთმანერთიც კი გადადიოდა ეს ბანები დაკავშირებული იყო ერთმანერთთან. აი სოფელში ან ცენტრში იყო ხოლმე, ან სოფლის თავში იყო ხოლმე ერობას რო ეძახდნენ, გარკვეული პატარა მოედანი იყო, სადაც ქვის ჩამოსაჯდომის სკამები იყო დალაგებული და აი ამ სკამებზე უფრო ხშირად უფროსი ასაკის კაცები იკრიბებოდნენ ხოლმე, შეიძლება ახალგაზრდებიც, მაგრამ ნაკლებად, იმიტომ რომ გარკვეული პატივისცემის გამო ამ უფროსებს ერიდებოდნენ, ან თუ იქნებოდნენ ცოტა მოშორებით შეიძლება ისინი დამდგარიყვნენ, ანუ უფროსებთან ერთად არა და ნუ აქ მიდიოდა საუბარი ხა, როცა თავიანთ საქმეს მოითავებდნენ, შემდეგ რაღაცა ესე, ანუ რაღაც გარკვეული ისეთი ფორმაც იყო ურთიერთობის ეს და რაღაცა ხო საკითხებიც აქ წყდებოდა და ესე ესეუბრებოდნენ ერთმანერთს, ამას ერქვა ერობა. ეხა შეიძლება ზოგიერთი ცოტა დიდი სოფელი რომელიც იყო, იქ შეიძლება რამდენიმეც კი ყოფილიყო, აი მაგალითად ჩემ სოფელში სნოში ჩემ ბავშვობაში რამდენიმე, ანუ ყველა უბანს ჰქონდა თავისი ერობა, ესე ვთქვათ და გარდა ამისა ეს დასახლებაც გვარების მიხედვით იყო, თით აი ერთმანერთის ახლოს ცხოვრობდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები, ერთი მამის ჩამომავლობა, ვინც იყო, ხა როდესმე მე შეიძლება თანდათან მოხდა შერევა, მაგრამ თავიდან დასახლება ესეთი იყო, რომ ერთი გვარის წარმომადგენლები ერთობაში, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, ანუ ესეც იყო დიფერენცირებული. თუ დავუშვათ რამდენიმე, აი მე შემხვედრია ხევს რამდენიმე სასაფლაო, იქაც გვარების გამიჯნული იყო ეს. კი, საფლავებიც ნამდვილად იყო გვარების მიხედვით გამიჯნული, აი დღეს სნოში თიგე ჩემს სოფელზე შემიძლია ეს მაგალითი ვთქვა, დღესაც არის ჩვენი ძველი ვთქვა ფირანიშვილების სასაფლაო, რომელიც ძველი არის, ახლა კი უკვე რა თქმა უნდა ახალი მიემა და იქ, მაგრამ აი ეს დაკრძალვაც ხდებოდა ესე და აი ჩანაწერებშიც თუ ვნახავთ, ესე წერია ხოლმე, რომ თავიანთ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალული, ანუ იმ გვარისთვის ის კუთხე იყო საფლავზეც კი განკუთვნილი. ესევე თავთავიანთი კუთვნილება ჰქონდათ, ტყე ესევე ჰქონდათ სათიბი და ასე შემდეგ ეძახდნენ, რომ აი ამ გვარის ტყე, მისი სათიბი და ასე შემდეგ, აი ესეთი დაყოფა იყო. ეხლა თვითონ სახლს რაც შეეხება, რას წარმოადგენდა? მოხეული სახლი წარმოადგენდა ქვის შენობას, რომელიც იყო საკმაოდ გრძელი, იმიტომ რომ მაშინ ოჯახები ესე მცირე რაოდენობით არ ცხოვრობდნენ, შეიძლება კი რა სამი თაობა ცხოვრობდა ხოლმე ერთ ოჯახში და საკმაოდ მრავალსულიანიც იყო ეს ოჯახები და ამდენად ცოტა ესეთი სახლი იყო ხოლმე, მე ძმები შეიძლება ყოფილიყვნენ იქ და ვთქვათ 5 და 6 ძმა და მათი ოჯახები და ნუ კი იყო თითო ოთახი, ესე ვთქვათ, ამათვის დაყოფილი, მაგრამ ანუ ერთიანი იყო ეს სახლი, მაინც ერთი ჩამომავლობის. ეს იყო ორსართულიანი ქვის სახლი, ბანური გადახურვით. პირველ სართულზე განთავსებული იყო ხოლმე ქოითა, რომელშიც
ბოსელი იყო მოწყობილი. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ იქიდან გარკვეული სითბო ამოდიოდა საქონლის სადგომიდან ზედა სართულზე და ამიტომ იყო ესე მოწყობილი. მეორე სართულს ერქვა სამყოფო სახლი. ეს სამყოფო სახლის წინ იყო დარიფანს ეძახდნენ, შესასვლელი იყო, შეიძლება ეს ღია ყოფილიყო და თქვა კოჭებზე და კიბე პირველი სართულიდან ქვისკები ადიოდა ამ დარიფანზე და შევდიოდით სამყოფო სახლში. შესასვლელი კარი ქონდა ერთი, რა თქმა უნდა, ამ სამყოფო სახლს. ეს კარი შიგნიდან იკედებოდა, კეთს ეძახდნენ, ხის საკეტით ხდებოდა მისი ჩაკეტვა შიგნიდან. აი გათხოვა ახსენეთ, აი პირველი სართულიდან ამოდიოდა ეს ცხოველის სითბო, ხო? ეს იყო ძირითადი გათხოვების საშუალება, თუ კიდე დაუშვათ რაღაცას მიმართავდნენ დამატებითს. არა, მიმართავდნენ სხვა გზასაც, იმიტომ რომ აი ამ სამყოფო სახლში განთავსებული იყო შუაში, რაც მნიშვნელოვანი ელემენტი იყო აი ამ სამყოფო სახლის, ეს იყო კერა, რომელშიც შუა ადგილზე განთავსებული იყო ეს კერა, რომელშიც ჯაჭვით ზემოდან დაკიდებული იყო ქვაბი და აი ამ ქვაბის ქვეშ განთავსებული იყო კერა, რომელშიც ენთებოდა ცეცხლი. ამავე დროს აი ოჯახშიც თვითონ შიგნით სივრცეში განაწილება ხდებოდა აი დიფერენცირებული იყოს ქესის და ასაკის მიხედვით აი აქ ავეჯის განაწილებაც აი ამ კერის გარშემო. მაგალითად საუფროსო მხარე ერქვა კერასთან მარჯვენა მხარეს, რომელზეც ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩდებოდა. ამ მამაკაცისთვის განკუთვნილი იყო ნახევარწრიული ფორმის სკამი იყო, ხის სკამი სამფეხა, რომელსაც ზურგი აუცილებლად მოჩუქურთმებული ჰქონდა ხოლმე და ამ სკამს ერქვა მარტო სკამი, მარტო შკამი, იმიტომ რომ მარტო იმ ერთი უფროსი კაცისთვის იყო განკუთვნილი და ის იდგებოდა ამ კერის მარჯვენა მხარეს და როგორც უკვე ვთქვით, აქ უფროსი მამაკაცი ჩდებოდა. კერის მარცხენა მხარე იყო ქალებისთვის განკუთვნილი და საქალებო ერქვა მას. იქ ცოტა განსხვავებული ესეთივე ფორმის სკამი იყო, რომელიც სხვა ჩვენთანაც არის მუზეუმში დაცული ეს სკამი. ოღონდ უფრო პატარა იყო ისეთი, რაც კიდევაც გამოხატავდა, რამდენად მოკრძალებულად უნდა მჯდარიყო ქალი, იმდენად პატარა არის, რომ ვერ შეძლებდა იმაზე ისე გამართულად და არც იყვნენ ფიზიკურად ისეთი მსუქნები და როგორც ვთქვათ, დღეს არის მოსახლეობა, ამდენ შრომაში საკმაოდ ესეთი ტანთხელი მოსახლეობა იყო. ამ მარცხენა მხარეს ჩდებოდნენ ქალები, ოჯახის უფროსი ქალი, აქვე კერასთან იყო ქუნთაი ერქვა, მატყლით გაკეთებული ბალიში, რომელზეც ოჯახის უფროსი ქალი ჯდებოდა, ფეხმორთმით დაჯდებოდა ეს ქალი. აქვე იყო განთავსებული მაგი და სიფრო, ეს იყო ოთხკუთხა მაგი და დაბალი მაგიდა, რომელზეც ხდებოდა საჭმლის ჭამა მაგიდასზე. ასევე ედგა მარცხენა მხარეს შეიძლება კიდე საქალებო მაგიდა ყოფილიყო, უფრო პატარა იყო წაბლა მრგვალი, რომელზეც ქალები ანუ შესაძლოა ეს ცალ-ცალკე დიფერენცირებული იყო ესეც ხო, აი სხვა შეიძლება დღემდეა შემორჩენილი, მაგალითად იგივე მithვალებული სუფრაზე დღემდე არის, რომ ქალები ცალკე ჩდებიან, კაცები ცალკე ჩდებიან, ეს ძალიან ძველიდან მოდის და დღემდე არის ისევ ეს შემორჩენილი. ესევე მარცხენა მხარეს იყო განათების საშუალება, რომელსაც მაშხალაც ეძახდნენ, ანუ რაღაცა შემაღლებული სპეციალური სადგამი იყო, რომელზეც იდგა ეს გასანათებელი საშუალება და მას აუცილებლად ქალი ხშირ შემთხვევაში ახალმოსული პატარძალი ემსახურებოდა, ეს კაცის საქმე არ იყო და ამდენად ისიც ქალების მხარეს იდგა. ნუ აქვე იყო სხვადასხვა ნივთები კიდე განთავსებული, რომელიც ოჯახში იყო საჭირო. ესევე მოწყობილი იყო სენა, ერთი პატარა კუთხე იყო, პატარა ოთახი იქნებოდა, რომელშიც აი თქვათ აი მესაქონლებასთან დაკავშირებული ნივთები იგივე რაც ჭირდებოდათ მისი მოვლისთვის და ასევე თვითონ ეს რძე ყველი და ასე შემდეგ ამ სენაში ინახებოდა. ანუ ეს იყო ერთიანი სივრცე იყო. ერთიანი ეს ერთი ოთახი იყო, და ეს სენა ცოტა ცალკე იყო ხოლმე, ცალკე ოთახის სახით იყო დანაწევრებული ფუნქციურად. აი ამ კერის თავზე ამოჭრილი იყო ერდო, რომ საიდანაც კვამლი ადიოდა აუცილებლად ამ გათბობიდან და გარდა მაგისა კიდე სარკმლები ჰქონდა დატანებული კვამლის გასასვლელად და ეს ერდო და სარკმლები გარდა კვამლის გასვლისა ასრულებდა იმ ფუნქციასაც, რომ სინათლე შემოდიოდა ხო უნდა და გარკვეული განათება დღისით მაინც ყოველ შემთხვევაში ამ ფუნქციასაც ასრულებდა ეს. ამავე დროს აი სახლის ჭერი დაყრდნობილი იყო ბოძებზე,
რამდენიმე ბოძი იყო, ერთ-ერთი რომელიც შუაში დგა და რომელსაც დედაბოძს ეძახდნენ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ხის, მასიური რა ხის. თქმა უნდა, ხის იყო ხოლმე ეს ბოძები იყო ხის. ეს იყო მთავარი დედაბოძი, ყველაზე დიდი, რომელიც იქნებოდა და იყო შუაში. დედაბოძს ეძახდნენ, მას ზემოთ იყო თავქუდს ეძახდნენ, დედაბოძის თავქუდი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ჩუქურთმებით და მხარატულიანს ეძახდნენ მას. ესეც იყო დედაბოძს მაინც ჰქონდა კიდევ სიმბოლური დატვირთვა. სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. დედაბოძი ზოგადად აი ამ კერასთან ერთად წმინდა ელემენტად ითვლებოდა ოჯახში, იმიტომ რომ აი ამ დედაბოძზე ოჯახის უფროსი, თქვათ დღესასწაულებზე ან ქორწილის დროს, ან იგივე თქვათ შაბათ-კვირას, იმიტომ რომ კვირას ოჯახში ლოცულობდნენ, სანთლებს ანთებდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან წმინდა ელემენტად იყო მიჩნეული კერა და დედაბოძი ესეთი დანიშნულება ჰქონდა. ეხლა თვითონ აი გათბობას, რაც შეეხებოდა ვინაიდან ეს კერა ვახსენეთ უკვე და გათბობის საშუალება ხევი მოგეხსენებათ არის ტყე პრინციპში ფაქტიურად არა, რაც არის ისიც ახლა ხელოვნურად დღესდღეობით გაშენებული არის. ამდენად ძალიან მცირე რაოდენობით იყო ტყე, ძალიან მცირე რაოდენობით. და შესაბამისად არ ჰქონდათ მათ გათბობის საშუალება ამდენი. ეს ხე ძირითადად შემოჰქონდათ ხოლმე ან მთიულ გუდამაყრიდან, ფასანაურიდან, თქვათ აი ხევის ზედა სოფლებს, რომლებიც ტერიტორიულად უფრო ახლოს იყვნენ, თქვათ აი სიონიდან ზემოთ, იმ მხარეს მიდიოდნენ ბარში ფასანაურში და მთიულ გუდამაყარში და უფრო აი შუა მხარე აქეთ ქვემოთა მხარე მიდიოდნენ ჯარიახის ხეობიდან ამოქონდათ ხოლმე იქედან ეს ხე. ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, რა თქმა უნდა, ურმებით ეზიდებოდნენ. გარდა ამისა, გათბობის საშუალებად კიდე იყენებდნენ ბართს და ქურთს. ეს ბართი, რომელშიც აი ბართი იყო შედარებით თხელი, ესე ვთქვათ, რომელიც საქონლის ნაკელისგან ზილავდნენ, პირდაპირ ღობეზე მიაგოზებდნენ, ესე და გააფრტყელებდნენ. ეს იყო ბართი, რომელიც მალევე შრებოდა, თხელი გუნდა იყო უფრო და მალევე შრებოდა და მერე ნუ გარკვეულ დროის მერე მოხსნიდნენ და ამას ანთებდნენ. ესევე იყო ცოტა სქელი გუნდებს აკეთებდნენ, მოზილავდნენ აი ამ ნაკელს უფრო დიდ გუნდებს გააკეთებდნენ და კედელზე აწყობდნენ, რომელიც ზამთრისთვის სჭირდებოდათ მერე რომ კარგად გამომშრალიყო. ესევე იყო ქურთის მოჭრას ეძახდნენ დიდი ხის ყუთში, მაგრად ჩატკეპნიდნენ ამ ნაკელს, შემდეგ დადებდნენ ღობეზე რომ ეს გამომშრალიყო, გარკვეული დროის მერე ამოიღებდნენ, ნუ ფორმა ჰქონდა მას მიცემული და მერე ზამთარში ჭრიდნენ ამას ცულით და ძალიან დიდხანს ენთებოდა ეს ცეცხლის სხვათა შორის ხო გამომშრალიყო, მაგრამ ესეთი მასიური რომ იყო, დიდხანს ენთებოდა და დიდხანს ინარჩუნებდა ეს სითბოს, ესე ვთქვათ. აი რა იყო მათი ყოველდღიური დავუშვათ საკვები, ხო? რას მიირთმევდნენ, როგორ ამზადებდნენ იმას, რასაც მიირთმევდნენ და თუ დავუშვათ აქაც რაღაც გარკვეულწილად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, ხო? შეზღუდული რესურსი ნამდვილად ჰქონდათ, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ხევი მცირე მიწიანია, ზაფხულის საძოვრები არის უხვად, მაგრამ სათესი და სახნავი მიწა იყო საკმაოდ მწირი. ანუ თავისი მოყვანილი ითესებოდა ქერი და სვილი ძირითადში. მაგრამ იმდენად მცირე იყო ეს მიწა, რომ აი როგორც ცნობილი არის, მაგალითად, ოჯახი, რომელსაც თქვათ 3 დღის სახნავი ჰქონდა, ეს ითვლებოდა ყველაზე ძლიერ ოჯახად, ანუ მაქსიმუმი ეს იყო, რაც შეიძლება იმ ოჯახს ჰქონოდა, ვისაც უფრო მეტი ჰქონდა შედარებით ეს სათესი ფართობი და აი ამ მიწაზე მოყვანილი თავისი მოსავალიც მაქსიმუმ 3 თვეს ყოფნიდა, მეტად არ ყოფნიდა მოსახლეობას და აქაც ისევე ბარს მიაშურებდნენ ხოლმე ისევ ქართლში, კახეთში ვთქვათ, ან მთიულეთში იქიდან ჩამოქონდა და ვლადიკავკაზიდან იმ მხრიდანაც ამოქონდათ კიდევ. მოქონდათ ესევე სიმინდი, გარდა ხორბალი ნაკლებად უფრო სიმინდი და ქერი, იმიტომ რომ ჭადს იყენებდნენ. ნუ პურს ძირითადად აცხობდნენ ქერისგან და ქერსვილისგან. აი ქერსვილისგან გამომცხვარი პური, თვითონ ეს სვილი ცოტა ისეთია, რომ შებერილობას იწვევს თურმე და ამდენად უფრო ნაკლებად და უფრო ხმარობდნენ, რომ მრგვალი ქერის პური ჰქონოდათ. ამ პურის გამოცხობა ხდებოდა როგორც თქვით ამ კერაზე ხო ამ ქოფსაკიდელის ქვეშ იყო ცეცხლი. აი იქ დებდნენ, კეცი იყო ხოლმე, რომელზეც დებდნენ ამ
ქერის პურს გამოსაცხობად ცოტა რომ შეხმებოდა ანუ კანი ცოტა გაუკეთდებოდა მას მერე ზემოდან აყრიდნენ ნაღვერდალს პირდაპირ იმ პურზე და იქ ოცხებოდა ან ქონდათ ხოლმე ღომელს ეძახდე რომელიც სახლში მარჯვენა მხარეს იყო გამართული რომელიც შემდეგ ცოტა მოგვიანებით რაღაცა თუნუქის ღუმელებმა და ასე შემდეგ მან შეცვალა და იმაში აცხობდნენ ხოლმე ამ პურებს ესევე აკეთებდნენ იყო პეპელებს ეძახდნენ ხოლმე ძალიან თხელი ლავაშები იყო რომელსაც აკეთებდნენ ერქვა კაიდარანაი ესეთი იყო თავდაპირველად იყო ბრტყელი ფიქალის ანუ იგივე ჭაჭის ესეთი ფორმის აი ჟარონდას ფორმის ქვა იყო რომელიც ისე აი ამ კერის თავზე იყო დაკიდებული პირდაპირ ამაზე დადებდნენ ძალიან გააბრტყელებდნენ ამას და დადებდნენ იქვე და უცბად ეს გახურებული იყო და ამაზე აკანდებოდა ესე გამოატრიალებდნენ და პეპელებს ეძახდნენ ამას ესეთ სახის პურით ცხებოდა ну ჭაც რა თქმა უნდა ჭაცაც აკეთებდნენ და აი პარალელურად თქვათ იქ პური რო ცხებოდა ამის თავზე ხო იყო დაკიდებული ეს ქოფსაკიდელი ქვაბი იყო დაკიდებული ჯაჭვით პარალელურად მასში იხარშებოდა რაღაცა საჭმელი ну ძირითადად წვნიანი ანუ ხორცი ეხლა თუ გავყვეთ თქვათ აი პურეული რა საჭმელები რა კეთდებოდა თქვათ იყო ყოველდღიური რაციონის ნაწილი იმიტომ რომ სავარაუდოდ საშუალება იმისა რომ დავუშვათ დიდი ზომის მეურნეობა ქონდათ ხო მან დავუშვათ ბევრი ცხოველი ყოლოდათ ყოველდღურად მიერთმიათ ხორცი ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ ხო თით აი ვინაიდან როგორც უკვე თქვით არ იყო ხო საზაფხულო საძოვრები იყო ხევში მაგრამ ზამთრისთვის იმიტომ რომ ძირითადად ბაგურკვებაზე უნდა ყოფილიყო საქონელი და ამისი გამოკვება ვინაიდან მაშინ მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ესეც მცირე არ იყო დღეს როგორც არის ხევში ბევრად მეტი იყო ამიტომ შესაბამისად მათ დიდი რაოდენობითაც ჭირდებოდათ ეს საქონელი მაგრამ ვერ გამოკვებოდნენ ბაგურად იმიტომ რომ არ იყო იმდენი სათიბი რომ ზამთარში ამდენი უფრო მსხვილფეხა საქონელი ყავდათ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძის პროდუქტები იყო ერთ-ერთი ესეთი საკვები და ესევე ხორცი ყავდათ რამდენიმე ცხვარი, იმიტომ რომ ბევრის გამოკვების საშუალება თავდაპირველად სანამ ყიზლარი დაიწყებოდა, მანამდე მცირე რაოდენობით ყავდა, მაქსიმუმ 10 შეიძლებოდა რომ ერთ ოჯახს ყოლოდა ეს ცხვარი და ცხვარიც ძირითადში ყავდა იმ მიზნით რომ მისი წყავი გამოიყენებოდა, მისი მატყლი გამოიყენებოდა, რომელიც ტანსაცმლისთვის აუცილებელი იყო და თვითონ აკეთებდნენ ამაზე მე საუბრობთ მის დამუშავებაზე ამ მიზნით ყავდა უფრო საქონელი რა თქმა უნდა, რომელზეც რძის პროდუქტებს, რძის ნაწარმს ღებულობდნენ, ესევე კლავდნენ კიდევაც ცხვარსაც კლავდნენ, უფრო საქონელსაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კიდე ნადირობაც. აი ოჯახშიც მონადირისთვისაც იყო განკუთვნილი გარკვეული კუთხე, სადაც აუცილებლად დაკიდებული იყო ხოლმე ჯიხვის წყავი, მასზე აუცილებლად თოფი იყო დამაგრებული, შვილდისარი იყო თქვათ აი მონადირისთვის ზამთარში რომ დადიოდნენ თხილამურები არის, რომელიც დაწნული ესეთი მრგვალი ფორმის პატარა წნული არის გახლართული ტოტებისგან, რომ თოვლში არ ჩაფლულიყო, ესეც მონადირის თხილამური იყო თოვლზე სასიარულო, აი ესეთი კუთხეც იყო მოწყობილი ოჯახში მონადირის კუთხე, იმიტომ რომ ერთ-ერთ ნიშნულოვან საქმიანობას წარმოადგენდა იმ მეცხვარეობასთან და მესაქონლეობასთან ერთად მამაკაცისთვის ნადირობა, იმიტომ რომ გარკვეულად ოჯახის რჩენის წყაროც იყო ეს ჯიხვის ხორცი მოგეხსენებათ ამ ჯიხვის ხორცს ან აშრობდნენ, ან ინახავდნენ მარილში, ესევე ინახავდნენ საქონლის ხორცს, მას დაჭრდნენ, აი დარიფანზე გაკიდებდნენ, გამოაშრობდნენ და შემდეგ იმ სენაში ამ ჩამოკიდებულ ხორცს ესე ინახავდნენ. ან დამარილებულს დიდხანს ინახებოდა მთელი ზამთრის განმავლობაში. იმიტომ რომ კლავდნენ ძირითადად შემოდგომაზე, რომ ზამთარში აღარ ყოფილიყო სამკვებრო, ასე ვთქვათ, ეს ვთქვათ, მოზვერს დაკლავდნენ თუ დეკეულს თუ რასაც დაკლავდნენ და თივის ეკონომიაც იყო ისო დაკლავდნენ შემოდგომაზე და შეინახავდნენ და გარდა მაგისა მას ზაფხულიდან გამოყოლილი ჯანი ჰქონდა ესე ვთქვათ ამ საქონელს და მსუქანი იყო რომ სანამ გახდებოდა დაკლავდნენ მანამდე და შეინახავდნენ კარგი პერიოდი იყო შემოდგომაზე მისი დაკლვისთვის. აი ეს იყო ხორცი, ამ ხორცეულით მზადდებოდა ერთ-ერთი აი წვნიან საჭმელს რაც შეეხება ეს იყო ხორცწვენი ესე
ძალიან ისე ტრადიციული დღემდე არის თქვა ხევში შემორჩენილი, რომელსაც ხარშავდნენ ესე ამ ხორცს, რომელსაც მქონდარს, მკლიავს, ძირას რო ეძახიან დღეს, ამ სანელებელს აუშვებოდნენ ხალხს და მარილს და იხარშებოდა საკმაოდ გემრიელი საჭმელი გამოდის ამ ხორცისგან კიდე ამზადებდნენ ესეთი ძალიან ტრადიციული ხინკალი. ამ ხინკლისთვის ხინკალი მზადებოდა ცხრის ხორცისგან, ძროხის ხორცისგან, ცოტა მოგვიანებით უკვე უცა რა ღორიც ყოველად გახდა უკვე შესაძლებელი, ცოტას შეურევდნენ ღორის ხორცს, იმიტომ რომ ტრადიციულად ცხრის, ძროხის და ჯიხვის ხორცისგან კეთდებოდა, მაგრამ მე ბოლოს დაიწყეს ცოტა ამ ღორის ხორცის შერევაც. ნუ ამ ხორცს დაკეპავდნენ, მაშინ ახლა მოგხსენებათ ეს ტექნიკა არ იყო და ის გატარება არ იყო შესაძლებელი, ამიტომ ცულით ან დამით დაკეპავდნენ ძალიან წვრილად, სხვა შორის ძალიან გემრიელი იყო ხოლმე ამბობდნენ, იმიტომ რომ წვენს უფრო იყენებდა თურმე ესეთი ხინკალი, აი ამ ცულით დაკეპილი ხინკალი. მისი შეზავებაც ხდებოდა ისევე მქონდრით, ამ ძირათი, თქვა წიწაკით, მარილით, ხახვით და ცოტაოდენი ნიორით. ეს ხდებოდა ხოლმე ამ ხინკლის დამზადება. კიდე ხორცეულისგან ამზადებდნენ შიგანურებს ეძახდნენ. იგივე კუპატი იყო, რომელსაც ნაწლავში დებდნენ, აი შიგნეულსგან კეთდებოდა ეს, აი როგორც კუპატი მზადება დაახლოებით ესეთი და მე გააშრობდნენ მას თავის დამზადების ტექნოლოგია ჰქონდა, შიგანურებს ეძახდნენ მას და მასაც იყენებდნენ. ესევე აი საქონლის თუ ძროხის თუ იმის თავისგან ხალადეც რომ ეძახით, იმასაც ამზადებდნენ ხოლმე. აი რძის პროდუქტები იყო მაინც ალბათ ძირითადი ყოველდღიურობის ნაწილი, ხო? ყოველდღიურობის ნაწილი ნამდვილად რძის პროდუქტები იყო, კი, იმიტომ რომ მეწველი ძროხა რა თქმა უნდა ყველა ოჯახს ჰყავდა, აბა სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო, რა უნდა ეჭამათ ახლა ყოველდღე მართლა ხორცის საშუალებაც ნამდვილად არ იყო. აი რძის პროდუქტებისგან ჯერ თვითონ რძე, ხო, თავისთავად როგორც პროდუქტი. გარდა მაგისა რძისგან ჯერ ამზადებდნენ ყველს, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ბევრი დანიშნულებით გამოიყენებოდა შემდეგ სხვადასხვა რამეში კიდე ეს ყველი არა როგორც მარტო ყველის სახით. მანამდე სანამ კიდე აი როცა მოწველიდან თქვათ რამდენიმე მოწველილისგან ამზადებდნენ, ხო, მას ყველს, ამიტომ თქვათ აი დილას რო იყო მოწველილი, მერე საღამოს, მერე მეორე დილას, ესენი ხო იდგა ეს ზემოდან მოიდებდა ნაღებს, რომელსაც ღალას ეძახდნენ. ამ ღალას აგროვებდნენ ხოლმე სანამ ყველს შეწურავდნენ, ანუ ხდიდნენ ამას, ცალკე აგროვებდნენ ამას, მაშინ ტაგანები იყო ეს ხის ჭურჭელი იყო, რომელიც ამოღმავებული იყო და ორივე მხრიდან დაცული, აი ამ ტაგანებში აგროვებდნენ. და მისგან აკეთებდნენ კარაქს, აი ამ ღალისგან შემდეგ ამზადებდნენ კარაქს. გარდა მაგისა თუ რძე ამჟავდებოდა, მისგან ხაჭოსაც აკეთებდნენ. და შემდეგ ამ კარაქის გადადნობის შედეგად ღებულობდნენ ერბოს აკეთებდნენ. იქაც გარკვეულად აი როცა გადაადნობდნენ ამ კარაქს და აი ქვემოთ ნალექს გაიკეთებდა, მე იმას სიმინდის ფქვილს ან პურის ფქვილს მოუკიდებდნენ და მას ერქვა ნაძირალა, რომელიც ძალიან გემრიელი ფაფასავით იყო, საკმაოდ გემრიელი. ფაქტობრივად არაფერს არ ტოვებდნენ გამოუყენებელს. არაფერს არ ტოვებდნენ მოუხმარებელს. აი თვითონ შრატიც კი, რომელსაც თქვათ ყველის ამოყვანის შემდეგ რჩებოდა, აი ამ შრატსაც იყენებდა. შეიძლება პირდაპირ დაელიათ, ეს საკმაოდ კარგი დასალევი არის ახალი შრატი. ესევე ამჟავებდნენ მას და აი მას ერქვა ხურხა, რომელსაც ცომის მოზელის დროს იყენებდნენ. აი ცოტა დამჟავებული რო იქნებოდა შრატი, აი ამ პურს ზელდნენ ამით, ხურხა ერქვა მას. ესევე მახოხით ზელდნენ, ნუ ეს მახოხი ცოტა განსხვავებული იყო, წინა დღეს წყალში ჩაყრდნენ ჩვეულებრივად ცოტა ფქვილს აურებდნენ, ესეთი თხელი მასა ყოფილიყო, ეს დამჟავდებოდა და ვინაიდან ცოტა ძნელი მოსანელებელი იყო ეს ქერის და სვილის პური, ამიტომ აი ამ ჟავე ცომით და ცოტა ხანს მოაფუებდნენ მერე ამას და ან ამით მზადდებოდა, ან აი ხურხით მზადდებოდა, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, იყო აი ამ ეს დამჟავებული შრატი იყო. ეხლა კარაქიდან მიღება როგორ ხდებოდა, აი ამ მოკრებილ ნაღებს, ანუ ღალას მოხეურად ჩაასხამდნენ ხოლმე, თავდაპირველად იყო
სადღობელი შევხედოთ აი ესეთი ფორმის იყო ეს თიხის სადღობელი ესენი ძირთადად ქართლიდან შემოქონდათ ხოლმე ვინაიდან აქ ხამის დამზადების საშუალება არ იყო თიხის მოპოვება არ ხდება არა აქ არ ხდებოდა თიხის ეს ქართლიდან შემოქონდათ ხოლმე აი ამ სადღობელში ჩაასხამდნენ ამ ღალას სადღობელ ზემოდან მე მისი ხდებოდა დაფარება ეს იყო ხბოს ფაშვისგან ხდებოდა უფრო ხოლმე გაკეთება თხელი დამშაბული ტყავი იყო რომელსაც სერას უძახდნენ მას გადააკრავდნენ და თოკით ესე მოუჭერდნენ რომ არ მოსულიყო მისი გადმოდინება იქვე ჰქონდა მას პატარა ხვრელი რომელსაც ხო აი მას სულის საქცევს ეძახდნენ მაგაში მე დებდნენ ხის ჩხირი იყო ესე გამოთლილი რომელზეც რაღაცა ქსოვილი იყო ხოლმე გადაფარებული და მას ჩადებდნენ დადებდნენ აი ესე დიდი ზომის ბალიშს რომელსაც ქუნთას ეძახდნენ აი ესეთი ორი სახელური ხო აი ამ სახელურის ესეთი მოძრაობით ხდებოდა მისი შეძღვება კი ოღონდ ახლა რა ხდებოდა აი ამ მოძრაობის პერიოდში იქიდან გამოიყოფოდა ნახშირორჟანგი რომელიც ამ სერას გამობერავდა ხოლმე ესე გაიბერებოდა ძალიან და იტყოდნენ ხოლმე რომ სული აქცევინეო სადღობელსო ამიტომ აი ეს ხვრელი სადაც ჰქონდა და იქ ჰქონდა ეს საცობი გაკეთებული იმას ამოიღებდნენ და ეს ნახშირორჟანგი გამოიდენებოდა იქიდან და ეს დადგებოდა ისევ თავის ადგილზე და ამავე დროს თუ აი იმაზე კიდე პერიოდულად თუ ყურებდნენ ხოლმე იმ ნაჭერზე თუ უკვე წინწკლები იყო გაჩენილი კარაქის უკვე იტყოდნენ რომ უკვე იყრება ანუ შესაყრელად არის უკვე გამზადებული ანუ რომ უნდა შეერთდეს რომ გამოვიდეს იქიდან ნუ გამოდიოდა მე კარაქი ცალკე და დო ცალკე ეს დოც ერთ-ერთი ძალიან კარგი პროდუქტი იყო კიდე ძის პროდუქტებიდან მასაც ჩვეულებრივად საკვებად ხმარობდნენ დოს ესეთი იყო სადღობელი იყო ესევე სადღობელები რომლებიც ჭერში იყო ჩამოკიდებული ეს ცოტა უფრო ხევსურეთში იყო ხევშიც კი იყო მაგრამ ნაკლებად აი რკინისაც იყო ეგენი და იყო ხისაც რომელიც ჭერში იყო დაკიდებული და ესეთი მოძრაობით გააქანებდნენ და ესეთ გვებავდნენ შემდეგ კიდე შემოვიდა ესეთი ფრთიანი სადღობელები იყო ანუ უკვე შიგნით ანუ ხო ესეთი ცირთე იყო შიგნით ქონდა აი დღევანდელი მიქსერის წინაპარი ესე ვთქვათ და იმაში ჩაასხამდნენ, ქონდა სახურავი მას დაახურებდნენ და ამას ატრიალებდნენ ამ სახელურით და იქაც იგივე პრინციპით ხდებოდა ისე ის შედენ ეს ხისგან იყო უკვე დამზადებული ეს შემდეგი პერიოდის სადღობელები. ხო, აი ესე იყო ამ რძის პროდუქტისგან კიდე აი როგორც თქვით უკვე რომ ყველს არა მარტო როგორც თვითონ ყველს საკვებად ხმარობდნენ ამ ყველს იყენებდნენ ესევე მაგალითად აი როდესაც ხინკალი რომ ვახსენეთ რომ ხორცის ხინკალი მზადდებოდა ესევე ყველის და კარტოფილის ხინკალიც ოღონდ განსხვავებული ნახევართვარის ფორმა ჰქონდა და მის შემოწივწვა ესეთი ფორმით ხდებოდა ხოლმე ცალკე მარტო ყველის ხინკალის თუ კი ჰქონდა ოჯახს ამის საშუალება რომ იმ რაოდენობის ჰქონდა ყველი რომ მარტო ყველის გაეკეთებინა ესევე კეთდებოდა ნიორის ხინკლები ნიორსაც დაჭრიტავდნენ ნიორი კი აი ბოლო პერიოდში უკვე ცოტა მოგვიანებით დაიწყეს უკვე ნიორის მოყვანა ხევში როცა უკვე ცოტა შედარებით მებოსტნეობა განვითარდა კლიმატიც ცოტა შერბილდა უკვე და შეიცვალა განსაკუთრებით მარხვაში, იმიტომ რომ მარხვაში მოგხსენებათ ეხლა ის პროდუქტებს ვერ ჭამდნენ, ამდენად აი ნიორს დანაკავდნენ, ცოტა მარილს შეურევდნენ და ესე ცოტა წაუსმევდნენ რა ამ იმას ხინკლის შიდაგულს და მარხვაში უფრო გამოიყენებოდა ეს. ეს დიდხანს მარხულობდნენ, იმიტომ რომ ეხლა დავუშვათ თურძის პროდუქტსაც ვეღარ მიირთმევდნენ მარხვის დროს ვერც ხორცეულს, ხო? ბოსტნეულიც ნაკლებად იყო. ანუ მხოლოდ პურზე არა და სხვა შორის მარხულობდნენ და ბავშვებიც კი მარხულობდნენ წარმოედგინეთ იმიტომ რომ აი მარხვა რო იწყებოდა ჭერშიო ჩამოკიდებდნენ ნაცრის გუდასო რომელშიცო გაურჭობდნენ განსაკუთრებით დიდ მარხვას აღდგომის მარხვას ყოველთვის იცავდნენ ხოლმე უფრო ჭერში ჩამოკიდებდნენ ნაცრის გუდასო რომელშიც გაურჭობდნენ 7 ბუმბულს იმიტომ რომ 7 კვირა გრძელდებოდა ეს და ეხა ეს ბავშვებიც ნუ ბავშვია და ეხა ვერ გააგებდნენ თქვათ მოითხოვდნენ რომ რაღაცა საჭმელი უნდა და ისეთი ეტყოდნენ რომ იციო აიო მარხვა გაბრაზდებაო და შემოარტყამდნენ ამ გუნდას და ეს ნაცარი ხო რაღაცას გამოუშვებდა ანუ აი მარხვა გაბრაზდაო რომ მოითხოვეო შენ ეს საჭმელიო ერთი კვირა რომ გავიდო და ერთ ბუმბულს გამოაძრობდნენ ამას და ესე 7 კვირის შემდეგ უკვე ხო თან ითვლიდნენ ერთი ბუმბული მე ორი კვირა ჩამთავრდებოდა მეორე ბუმბულს გამოაძრობდნენ ბოლოს აიღებდნენ ამას გადააგდებდნენ სადღაც ამ ნაცრისგან გაკეთებულ გუდას ხო და აი ესეთი რაღაცა საჭმელები ქონდათ უფრო ხოლმე იმისთვის
ძირთადად ვთქვათ პური ამ შემთხვევაში იგი ჭადის ფქვილისგან კეთდებოდა ვთქვათ აკეთებდნენ ალტამებს რომელიც ჭადის ფქვილისგან კეთდებოდა მარხვაში ალბათ ჭამდნენ როცა გუნდები კეთდებოდა ამ ჭადის ფქვილისგან და იხარშებოდა ჩვეულებრივ წყალში ნუ თუ მარხვა არ იყო აკეთებდნენ ქადისგულიან ალტამებს ნუ ეს ქადისგული ჩვეულებრივად ყველი და ეს ფქვილი შერეული ის ჩაიდებოდა ამ ალტამაში და განსაკუთრებით ხშირად მას ხარშავდნენ ხოლმე ხორცის ნახარში რომ უფრო ცხიმოვნებაც აი ან ღორის ხორცის ნახარში ან საქონლის იმიტომ რომ ამ ნახარს მაინც თავისი ცხიმი ქონდა და იმ ალტამებს ამაში ხარშავდნენ და ვთქვათ მე ერბოში ამოიწებდნენ ყველთან ერთად შეიძლებოდა ეჭამა ოღონდ როცა არ იყო მარხვა და მარხვის დროს აი ესე მარტო სიმინდის ფქვილისგან გააკეთებდნენ ესევე იყო საჭმელი წვნიანი ერთ-ერთი ქაშდონას ეძახდნენ ესეც რაღაც ალბათ ცოტა გვიანდელია და უფრო რუსულიდან შემოსული ქაშ და ნუ დონო სურათ წყალი არის და ანუ წყალში ხარშავდნენ სიმინდის ღერღილს მე ნელ-ნელა ბოლოს რძეს დაუკიდებდნენ ამას და მე კარტოფილსაც კი ჩააჭრიდნენ ამაში ესე იყო აი ხორცეულს როცა წვავდნენ თქვათ ჭადით კეთდებოდა რა თქმა უნდა უფრო ჯიხის ხორცისგან, საქონლის ცხრის ხორცისგან, ტაფაზეც წვავდნენ, აი ტაფაზე როცა მაგალითად ღორის ხორცს წვავდნენ, ეს შემდგომ ცოტა გვიანდელ პერიოდზე საუბრობ. მე შეიძლებოდა იმ შენაწვავში ვინაიდან კონს უკვე გაუშვებდა, ღორის ხორცს ნაკლებად აჭრიდნენ კონს. ნაკლებად იმიანაც ინახავდნენ რომ ის ცხიმი მას ქონოდა და იმ შენაწვავში შემდეგ წვავდნენ კარტოფილს აი ამ ღორის ქონის შენაწვავში ხო იმიტომ რომ ის ხო ქონს გაუშვებდა ზოგი კი აჭრიდა ხოლმე ამ ქონს და ადნობდა და ისე ინახავდა და მე რაღაცა წვნიანში შეურევდა ამას მაგრამ უფრო ამჯობინებდნენ რომ ხორცთან ერთად ანუ არ მოაჭრიდნენ ცალკე ამ სალასეს გემოსაც გაუშვებდა ის ხორციც და გემოსაც გაუშვებდა და თან ყვათიანი საჭმელი იყო უფრო ეს სიმსუქნე რო ქონდა რა თქმა უნდა აი ხორციან საჭმელში კიდე მნიშვნელოვანი იყო ხორცოვანი ეს ხორცოვანი იყო შიგნეულისგან მზადდებოდა რომელსაც მოხარშავდნენ მე დაკეპავდნენ ესე წვრილად შეაზავებდნენ ისევე როგორც ხინკლის გულს და ნუ მართლა უგემრიელესი საჭმელი გამოდიოდა ეს შემოაკრავდნენ ჩვეულებრივად როგორც ამ ცომში შემოაკრავდნენ ამას და აცხობდნენ მას და მე ზემოდან წაუსამდნენ ერბოს კი ბატონო ბალახებსაც დავუშვათ ჭინჭრიანი გამიგია მე კი, ხლოვანი, ხო აი პურეულს რაც შეეხება და ცომეულს კიდე, ნუ ერთ-ერთი პირველი ხევში, ნუ ხაბისგინა, რომელსაც ვთქვათ სასწრაფო დახმარებას კი ეძახდნენ მოხევებისას, რომ უცბად შეიძლება და გამზადებულიყო. ცოტა უფრო მე აი თავიდან როგორც თქვით, როცა ქერი და სვილი იყო მარტო აი ეს ვისაც ჰქონდა საშუალება ვთქვათ და შემოქონდა რუსეთიდან ხორბალი და იმ ხორბლის ფქვილს უფრო ინახავდნენ საქერქეს ეძახდნენ ანუ რაღაცის გაკეთება რომ უნდა იგივე ხინკლის ვთქვათ ან ხაბისგინის ან ხაჭან რაღაცა ესეთის და მისთვის ინახავდნენ მაგრამ მე უკვე როცა შესაძლებელი გახდა და აღარ ითესებოდა და პირდაპირ ფქვილი და ხორბლის სახით შემოდიოდა მაშინ ყოველას ჰქონდა უკვე ამის საშუალება ანუ აკეთებდნენ ხაბისგინას და ანუ ხაბისგინის სახეობავი არის შამაკრულას რომელსაც ეძახდნენ ანუ ხაბისგინას ამ გულში იდებოდა მოხარშული კარტოფილი, ნუ გაჭყლეტილი რა თქმა უნდა და ყველი. და ეს შეიძლება ყოფილიყო გამოცხვა, რომელსაც ერბოს წაусმევდნენ მერე ზემოდან, ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით უკვე ზეთი რო შემოვიდა, ჩვეულებრივად ტაფაზე წვავდნენ ამას და აი ის შემოკრულა, იმიტომ რომ აკრავდნენ ამას. შემოკრულა ერქვა, უფრო კარტოფილიანს ეძახდნენ, მე როგორც ვიცი, მარტო კარტოფილისგან, რომელიც მზადდებოდა, იმას ეძახდნენ. ანუ ყველითაც გამზადებენ და ხო, ოღონდ ის ხაბისგინა იყო ყველიანთან ერთად, რომელიც იყო. მარტო ცალკე ყველის განაც მზადდებოდა ეს ხაბისგინა მარტო ყველის ხაბისგინა ესე სასწრაფოდ როცა თქვა კარტოფილი არ იქნებოდა მოხარშული ეს უკვე ბოლო პერიოდზე გესაუბრებ უკვე თავიდან უფრო ესე არ იყო გარდა მაგისა აკეთებდნენ ჯიმლოვანას ეს ჯიმლოვანაც კონკრეტულად ჯიმლა სახეობა სოკოსი რომელიც არის ცოტა თხელი სოკო არის სხვა შორის არც ხარშავდნენ პირდაპირ ჯიმლას აყრიდნენ მარის დაჭრიდნენ ისეთი დიდი არც არის ეს სოკო ფიზიკურადაც დაჭრიდნენ ამას მოაყრიდნენ მარილს გაწურავდნენ ცოტა ამას და პირდაპირ ამას დებდნენ გულში და როგორც ხაბისგინას ესე აკრავდნენ და აცხობდნენ და ძალიან გემრიელი ხშირად არ ხვდება ხოლმე ჯიმლოვანი ხო ჯიმლოვანა აი თან მნიშვნელოვანი ეს არის რომ არ ხარშავდნენ იმიტომ რომ საკმაოდ თხელი სოკოა და ამ გამოცხობის დროსაც ასწრებდა ის მოშუშვას და პირდაპირ ესე უმზდებდნენ ამ გულში
ნუ ცოტა გვიან მერე უკვე როცა კომპოსტო შემოვიდა, კომპოსტოიანების გაკეთება დაიწყეს, ნუ დაჭრდნენ ამ კომპოსტოს, რა თქმა უნდა და ჩადებდნენ ესე ამ ქერქში და აცხობდნენ კიდევ წვავდნენ ზოგიერთი ყველცად შეურევდა ხოლმე კიდევ ამ კომპოსტოიანს და ერთ-ერთი ესეთი საკვები მხლოვანი. ხო, ეს მხლოვანი, რომელიც ნუ ძირითადი ამ შემთხვევაში იყო ჭინჭარი, მაგრამ ჭინჭართან ერთად უკვე გაზაფხულზე სხვადასხვა ბალახი შემოდიოდა ხოლმე. იყო აი მღოლო ჭეკარს რო ეძახდნენ. იყო სხვადასხვა სახის, რომელსაც თქვა ქვიშამხალას ეძახდნენ, ერბუანას ეძახდნენ, ჭივანას ეძახდნენ. ეს იყო სხვადასხვა სახის ბალახები. სხვადასხვა სახის ბალახები, რომელიც უნდა გწნობოდა აუცილებლად, ხან ნებისმიერი არ შეიძლება რომ მოგეკრიფა. ის რომელიც საკვებად იყო გამოყენებული, მას გარეცხავდნენ, გააშრობდნენ, დაჭრიდნენ და აი მარხვაშიც ეს გამოიყენებოდა. ოღონდ როცა ხსნილი იყო, ყველსაც შეურევდნენ ხოლმე და ამას აცხობდნენ და საკმაოდ გემრიელი საჭმელი იყო. გარდა მაგისა, ამას არა მარტო ზაფხულში იყენებდნენ, ზაფხულში ჭინჭარს აშრობდნენ, აი ეს ღოლოსაც აშრობდნენ, მე რამდენადაც ვიცი ეს დანარჩენი მცენარეების გაშრობა ვერ ხერხდებოდა. ჭინჭარს აშრობდნენ, წნავდნენ და ესე ინახავდნენ ხოლმე ესევე ღოლოსაც და კიდებდნენ ამ გამშრალს. მე ზამთარში როცა დაჭირდებოდა უკვე ამას ჩამოიღებდნენ დუღარე წყალში გავლებდნენ, რომ ცოტა გამბალი იყო ეს და ისევ ჩვეულებრივად ჭრიდნენ და ანუ ზამთარში შეეძლო მისი გამოყენება საკვებად და ესე იყენებდნენ ამისთვის. ეს მხლოვანს რაც შეეხება და ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული და პატივსაცემი წომეული, ასე ვთქვათ, ეს იყო მოხეული ქადა. ყველის გულიანი ქადა, რომელიც ყველისგან მზადდებოდა, ნუ წომი ჩვეულებრივად კეთდებოდა ამისი, გულში კეთდებოდა, ანუ გამდნარი რბოში შეურევდნენ ფქვილს, კარგად შეაზელდნენ და მე თანდათანობით წვრილად დაფშვნილ ყველს, ძველი ყველი, ასე ვთქვი, ანუ მარიწყალში ჩადებული ყველი, აი ამ ყველს შეურევდნენ ხოლმე. და ცოტა ისეთი მაღალი ზომისაც იყო, რა ისეთი თხელი არ კეთდებოდა, როგორც ხაჭაპური, ეგეთი ფორმის არ კეთდებოდა, უფრო სქელტანიანი იყო, კი და ესეც და ამას აცხობდნენ. ეს ძალიან ისეთი პატივსაცემი ცომეული იყო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიქონდათ ხოლმე ხატის გარდა, რომ მას სარიტუალო დანიშნულებაც ჰქონდა. აი, როცა მიდიოდნენ თქვათ ქორწილში, შესაძირავი სახითაც მიქონდა, აი, მიცვალებულზე შეიძლებოდა თქვათ, ესე პატივისცემის ნიშნად თქვათ, ქადის მიტანა, ესე ვიღაცის სანახაობა რო ერქვა, მოსანახულებლად ვიღაცის მიდიოდნენ მას და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დანიშნულება ეს სარიტუალო იყო, რომელიც ხატში აუცილებლად, ეხა ამის გარეშე მხოწარი ხატში ვერ მივიდოდა, რომ ქადა არ მიეტანა იქ. გარდა აი ამ ყველის გულიანი ქადის კეთდებოდა კიდე ტკბილი ქადაც კეთდებოდა, რომელშიც შეიძლებოდა რომ ტკბილი პირიქით აი შაქარს აურევდნენ ხოლმე ამ იმაში ერბოში ხო ფქვილს იმას და შაქარს და ამის გულით კეთდებოდა. კიდე სარიტუალო დანიშნულებაც ყველსაც და მარილიანსაც. ტკბილი ნაკლებად სარიტუალოთ არა, მარილიანი ხატში მიქონდათ მარილიანი ხოლმე მხოლოდ. ეს ისე აკეთებდნენ როგორც ტკბილეულ სამტკბილ ქადას. კიდევ ერთ-ერთი სახეობა იყო ფორის ტკბილას ეძახდნენ. ეს ჩვეულებრივ ცომში დებდნენ, ეს ფორი იყო, აი არაყის გამოხდეს როცა აკეთებდნენ იმისი მას არა ეს გაგვივებული ხორბალი და ეს აი ამას ჭრიდნენ, შაქარს უკეთებდნენ, მას თვითონაც ტკბილი იყო ეს ისა ფორი ამდენად შაქარი მას ნაკლებად აღარ ჭირდებოდა, თვითონ იყო ტკბილი ეს ფორს რასაც ეძახდნენ, ამას ჩადებდნენ და მას აცხობდნენ და აი ამ ფორის ტკბილას იყენებდნენ ახალ წელზეც იყენებდნენ რო ჭამდნენ მას როგორც ტკბილეულს ამის კუტაპებს აცხობდნენ ამ ფორის ტკბილას და იყენებდნენ კიდე აი როდესაც ოჯახში პატარძალი მიყავდათ კარებში ხო ხდება ხოლმე ნუ დღესაც ხდება ესე რომ ვიღაცა უნდა დახვდეს და რაღაცა სიტყვა თაფლით თუ რაღაცაში აი ფორის ტკბილას მაშინაც იყენებდნენ დედამთილი შესასვლელში კარებთან როცა ხდებოდა ნეფე პატარძალს აი იმ პატარძალს იმ ფორის ტკბილას შეაჭმენ ანუ სიტყვა იყო ეს სხვა ტკბილი არ ქონდათ მაშინ ესე შაქარი ხა იმდენად ესე არ იყო რა თქმა უნდა ამაში გამოიყენებოდა კიდევ აი ამ პურეულიდან მნიშვნელოვანი იყო აი შობისთვის რომ აცხობდნენ დიდ პურს, ყორბეული ერქვა დიდ პურს, რომელიც ყველა ოჯახში ხვდებოდა აუცილებლად შობისთვის. მასე სამი ჯვარი იყო ხოლმე გამოსახული, დიდი ზომის იყო ეს.
და მას რომ დაჭრიდნენ დაჭრიდნენ ისე რომ ამ ჯვრებს არ შეხებოდნენ, ანუ ჯვარი არ დაზიანებულიყო და მისი ჭამა შეეძლო მხოლოდ ოჯახის უფროს ქალებს არ შეეძლო მისი ჭამა, მარტო ოჯახის უფროსი ჭამდა ამას. ასევე შობისთვის აცხობდნენ ბედის კვერებს. ანუ ოჯახში რამდენი წევრიც იყო, უფრო ბავშვებზე იყო გათვალისწინებული, მაგრამ პრინციპში დიდებისთვისაც ცხებოდა ხოლმე და რაღაცნაირად მონიშნავდნენ რომელი ვისი იყო, გამოაცხობდნენ ამ კვერებს და რომელიც უფრო აიწევდა სიმაღლეში გამოცხობის დროს იტყოდნენ რომ მას კარგი ბედი აქვს, ანუ ყველა სახელზე ცხებოდა ეს ბედის კვერები. კიდე ამავე დროს აცხობდნენ ერქვა ეს თესლის კვერი. ესეც საშობაო პერიოდის თუ ამ შობის პერიოდი წინაღამეს ცხებოდა ესენი ყველაფერი და ამავე დროს ცხებოდა თესლის კვერს ეძახდნენ ხოლმე მას და ეს თესლის კვერი ჩვეულებრივი კვერი ცხებოდა ხოლმე პურის, რომელსაც შემდეგ ინახავდნენ და აი გაზაფხულზე როცა იწყებოდა ხნვა, გუთნის დედა ამ თესლის კვერს მანამდე ინახავდნენ, მას გამოიტანდა. ხო, პური გამოცხარი ჩვეულებრივი ისეთი იყო, ხა სიცივე იყო და იქ ჩვეულებრივად გამოაჩვენებდნენ ალბათ და ინახებოდა. აი ამ თესლის კვერს მაშინ გამოიტანდნენ, გუთნის დედა შუაზე გაწეხავდა ამას, იმ ერთ ნახევარს თვითონ გუთნის დედა შეჭამდა, მეორე ნახევარს ხნულში ჩააგდებდა, რომ მოსავალი ყოფილიყო ბარაქიანი, ესე ვთქვათ. ეს მზადდებოდა. კიდე საახალწლოდ ესევე მზადდებოდა საკვლევი პური ქადა, საკვლევი პური ერქვა, რომელზეც მეორე მხრიდან, ზედა მხრიდან აუცილებლად ჯვარი იყო ხოლმე გამოსახული და როდესაც ოჯახის უფროსი ხო ესე იყო, ახალწელზე შევიდოდა, მიულოცავდა, ამ მილოცვასთან ერთად რო ოჯახს მიულოცავდა ახალწელს, ამ პურს შეაგორებდა. აი ამ შეგორების დროს თუ ზურგის მხარეს დავარდებოდა, ანუ რომელზეც ჯვარი არ იყო გამოსახული, ეს თვლიდნენ რომ არ იყო კარგის მომასწავებელი და სასურველი იყო რომ ზედა მხრიდან დავარდნილიყო, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული, რომ ოჯახისთვის კარგი წელი იქნებოდა. ესე თვლიდნენ, ეს ცომეულს რა ვიცი, მე მგონი, ნუ ძირითადად მოვჭით ხორცეულზე ვისაუბრეთ და კი ბატონო. ესევე კიდე აი ხორცეულთან ერთად ესევე როგორც თქვით, ნუ ნადირობითაც და ჯიხვის ხორციც იყო მიღებული. ესევე კალმახიც იყო სხვათა შორის. თევზაობით. კი, მდინარეებში კალმახსაც იჭერდნენ და გარდა მაგისა ესევე ფრინველებიც მწყერი, შურთხი, კაკაბი, განსაკუთრებით შემოდგომას აი თიბა როცა იწყებოდა, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი მწყერი შემოდგა, პირდაპირ მინდორში იყო ხოლმე ჩამზარი და ძალიან ბევრს ხოცავდნენ ესე ამ წყრებს და ამასაც იყენებდნენ საკვებად. ესევე თვითონ აი ზაფხულის პერიოდში თვითონ მცენარეებსაც იყენებდნენ საკვებად. პირდაპირ როცა უკვე წამოვიდოდა მწვანე ბალახი, ნუ ეს იყო თქვათ იგივე ჭერთხალა, იგივე ხატოტი, იგივე ჟაუნა, იგივე კლიავს, აი სანამ თავს გაიკეთებდა და სანამ გამოიყენებდნენ, მანამდეც ხდებოდა მისი მიღება, დუცი, ესე ქვია კიდე მცენარეს ფხოლი იყო, რომელიც მრგვალი თხილის ფორმისები იყო, მოდიოდა ბაშო, აი ამ მცენარეებიდან რომელიღაცას წნილი სახითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით ბაშოს და სასხეპიას ეძახდნენ, რომელიც მაღალი ესეთი ყლორტიანი მცენარე იყო. მას ჩვეულებრივად ჭრიდნენ, დებდნენ მარილში და აი ბაშო განსაკუთრებით ძალიან დიდხანს ინახებოდა და გაზაფხულამდეც კი ამ სასხეპიას წნილსაც აკეთებდნენ. ცოტა მოგვიანებით უკვე თქვათ აი კომპოსტო რო შემოვიდა, მე უკვე კომპოსტოს წნილსაც, რომელსაც ძალიან აქტიურად ხმარობდნენ არა მარტო წნილის სახით, აი იგივე შემოკრულებზე რო საუბრობდით, იქაც აკეთებდნენ, რომ ამას გაწურავდნენ ამ კომპოსტოს წნილს და გულში ჩადებდნენ იმას და იმის შემოკრულასაც აკეთებდნენ, ჩვეულებრივად როგორც ხაფისგინას ესე აკეთებდნენ აი ამ წნილის შემოკრულასაც. აი ასე ხდებოდა კვება და ნუ სასმელი ძირითადად ვინაიდან თაცივი კლიმატური პირობები და აქაც ყურძენი იყო, ამიტომ ცოტა უფრო ძლიერი ალკოჰოლი და ქონოდა სასმელს. ღვინოსაც იყენებდნენ, მაგრამ ღვინო ძირითადად ბარიდან შემოქონდა ხოლმე, ახლა მოგეხსენებათ არ არის ყურძენი და მის საშუალება რომ ღვინო ადგილზე დაემზადებინათ. რაც შეეხება არაყს თვითონ ხდიდა, ყველა ოჯახის სახლში ხდიდნენ არაყს, მარყის გამოსახდელად იყენებდნენ ხორბალს ან სიმიც, ნუ იქ გარკვეული პროცესი მიდიოდა ამ ფორის დამზადებას რო ეძახდნენ, სანამ გაშლიდნენ, მერე რაღაც მას ღივი უნდა გამოიღო, შეფუთავდნენ, მერე გააშობდნენ, მერე დაფქოდნენ, უკვე მთელი პროცედურა იყო ეს, რომ მივიდოდნენ იქამდე, რომ უკვე ეს უნდა ჩაესხა არყის გამოსახდელ ქვაბში. ამ არყის გამოსახდელ ქვაბს მერე ზემოდან დაახურავდნენ თავსახურს, რომელდანაც გამოდიოდა მილი,
ეს მილი უერთდებოდა მის წინ იყო გეჯს ეძახდნენ ესეთი ოთხკუთხედი მართკუთხა ფორმის ხის ყუთი იყო ესე ვთქვათ რომელშიც მილი გადიოდა აი ამას ხო ცეცხლს შეუნთებდნენ ამ საარაყი ანუ გამოხდა როგორც ხდებოდა რა ჩვეულებრივად არყი აქედან გამოდიოდა ის ორთქლი გადიოდა ამ მილში და ამაში იყო წყალი ჩასხმული თუ ზამთარში აკეთებდნენ თოვს ჩაყრდნენ იმიტომ რომ უფრო მეტად ხდებოდა მისი გაცივება და მუდმივად ესე აი ამ მილის გარშემო ამ წყალს ესე რაღაცას ურევდნენ ხირტალათი ვთქვათ რომ სიცივე მეტად მოხვედროდა მას და გადმოდიოდა იქით მეორე მხარეს ეს გამოხდილი არაყი როგორც ხდება ხოლმე და აქაც თვითონ ხარისხიც დიფერენცირებული იყო ესე ვთქვათ არაყის აი პირველად რომელიც გადმოდიოდა და შედარებით უფრო მაღალი გრადუსის იყო ალბათ მას ეძახდნენ თავთავას წინწინაქარს და უფრო მაგარი იყო ეს ნუ მე ჩვეულებრივად ალბათ რაღაცა საშუალო ზომის და სულ ბოლოს რომელიც გამოდიოდა და შედარებით დაბალი შემცველობა ჰქონდა მას ეძახდნენ კვენკვენას და უფრო ისეთ იყო სუბუქი ასე ვთქვათ და აი ამ თავთავას პირდაპირ არ სვამდნენ ხოლმე იმიტომ რომ საკმაოდ გრადუსიანი იყო მე შეიძლებოდა აი შუაში რომელი არაყიც გამოვიდა მისთვის შეერიათ ეს შეინახათ ესე ხდებოდა არყის გამოხდა და ეს ყველა ოჯახში ხდებოდა ოღონდ ერთი რამე იყო აი არყის გამოხდა შეიძლება რაღაცა დანიშნულ მიზნობრივი ყოფილიყო რაღაცისთვის ვთქვათ ყოფილიყო ქორწილისთვის ვთქვათ ყოფილიყო როცა მიცვალებული იყო და მისი სუფრებისთვის და აი თუ ვთქვათ ქორწილისთვის იყო ეს არაყი გამოხდილი მას არც ერთ შემთხვევაში მიცვალებულის სუფრისთვის არ გამოიყენებდნენ ხო ჩვეულებრივად ოჯახისთვისაც აკეთებდნენ მაგრამ როცა აი მიზნობრივად იყო რაღაცისთვის იმას არ შეურევდნენ სხვაში ანუ სხვა მიზნით არ გამოიყენებდნენ ქორწილისთვის იყო ის სულ ქორწილში უნდა ყოფილიყო გამოყენებული თუ მიცვალებულის სახელზე იყო ის კონკრეტულად მისი სუფრებისთვის უნდა ყოფილიყო თორე ისე ზოგადად სხვა დანიშნულებითაც ჰქონდა ოჯახში რა თქმა უნდა არაყი და ამავე დროს აი როცა ოჯახში ხდებოდა არყის გამოხდა მიღებული იყო რომ რაღაცა რაოდენობის 2 ლიტრი მე მგონი ესე იყო აუცილებლად ხო როგორც თქვით უკვე ერობები ხო იმართებოდა ხოლმე სოფელში აუცილებლად ამ არყის გამოხდელ ოჯახს იმ ერობაში კაცებისთვის უნდა მიერთმია იქ და რაღაცა ნაწილი თუ არა ძალიან ძუნწად ჩაითვლებოდა და არ იყო მიღებული ეს რომ მათო თავისთვის გაიკეთებინა ესე ვთქვათ რა და არ მიერთმია მათთვის გარდა არყისა კიდე ლუდს ეხლა ლუდს ისე როგორც თქვათ ფშავში და ხევსურეთში არის ესე ტრადიციულად და ბევრი და დიდი რაოდენობით და მუდმივად ესე ნაკლებად აკეთებდნენ ხევში კი ხდებოდა მაგრამ უფრო დღესასწაულებისთვის ხდებოდა ხოლმე აი დღემდე არის სოფელ სიონში მაგალითად შემორჩენილი ლუდის დუღება აღდგომას იციან ხოლმე ამასაც ნუ თავისი პროცედურები აქვს რის გამზადდებოდა ეს ლუდი ამზადებდნენ მაგრამ როგორც თქვით იმ რაოდენობით და ისე არა როგორც ესე მუდმივად თქვათ ხევსურეთში ხდებოდა და ფშავში დღესასწაულებზე აკეთებდნენ ამასაც ლუდსაც და კიდე იყო ერთი სასმელი რომელსაც კაპარს ეძახდნენ ეს ტკბილი უალკოჰოლო სასმელი იყო ის გარკვეული პროცედურით და ტექნოლოგიით მზადდებოდა ოღონდ უფრო ისეთი ტკბილი ცოტა მომჟაო გემოს სასმელი იყო როგორც თქვით იყო უალკოჰოლო დაახლოებით ბურახის მსგავსი იყო თუმცა დღეს ახლა მას აღარავინ აკეთებს და ეს უფრო ალბათ ქალებისთვის გამოიყენებოდა შესაძლებელი არის ამ კაპარის დალევა აი ეს რაც შეეხებოდა აი ამ სახის სასმელები ჰქონდათ ხოლმე და ჩვენ დავგვიჩვენეთ ტანსაცმლის ამბები ხომ რა იცვათ როგორ კერავდნენ და რა წესები ჰქონდათ აქ ხარაც შეეხება ქალებს ქალის ძირითადი შესამოსელი იყო პერანგი რომელიც ფერადი ქსოვილისგან იკერებოდა ეს ბოლო პერიოდზე როცა უკვე ქსოვილი შემოვიდა ესე ვთქვათ ფაბრიკული ქვემოდან იცმევდნენ ამ ფერადი ქსოვილისგან შეკერილ პერანგს მას ზემოდან იცმევდნენ ახალუხს ეს ახალუხი ან შედარებით მოკლე იყო ან გრძელი იყო ორივე სახის იყო ხოლმე რომელიც ნუ მორთული იყო მას გულისპირით შემკული ჰქონდა და ზემოდან იცმევდნენ საგულეს კაბას ეს კაბა შეიძლება დათბილულიც ყოფილიყო შეიძლება ჩვეულებრივად უსაჩულოც ყოფილიყო ესე ვთქვათ აუცილებლად შემკული იყო მისი ესე გულისპირის და კალთებით აუცილებლად შემკული იყო რაღაცა ან ოქრომკერდით ან რაღაცა ფიგურებით მაჯებით შესაბამისად იყო მორთული და წელზე იკეთებდნენ ქამარს ან ვერცხლის ქამარი იყო ან ისიც ოქრომკერდით ესე გაკეთებული რომელსაც ერქვა ჩოფრასტანი
ზემოდან ჰქონდათ ეს კამარი გაკეთებული ხოლმე. ხო, საშინაო ტანსაცმელი ცოტა სხვანაირი იყო და ტოლის ქსოვილისგან იმზადებდნენ, რასაც ყოველდღიურობაში ხმარობდნენ. თავზე ეფარათ თავშალები, ან ფერადი ქსოვილის იყო ეს, ან შავი თუ ქრივი იყო შესაბამისად, მანდილები, ლეჩაკები და უფრო ისე დიდი ზომის თავშალები ეფარათ ხოლმე და ფეხზე ეცვათ წუღა ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელები. ეხლა რაც შეეხება მამაკაცებს ჩვეულებრივად ეცვათ ხოლმე ჩოხა, რომელიც მიღებული იყო ესეთი ჩოხები და საშინაო ტანსაცმელი ჩვეულებრივად შარვალი და ზემოდან ჩასაცმელი, ფეხზე ეცვათ ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, ეს იყო ან ბანდული, კოხუჯი, ძირახალი, წუღა და მესტი. აი ამ ტანსაცმელს, რომელიც თქვათ მამაკაცებს ეცვა, იგივე თქვათ ჩოხა და ქალებსაც საშინაო ტანსაცმელი, რომელიც ეცვათ ხოლმე, მას კერავდნენ თავიანთივე დამზადებული ტოლის ქსოვილისაგან. ეს ტოლის ქსოვილი, მატყლის დამზადების შედეგად ღებულობდნენ მას ამ მატყლს დაჩეჩავდნენ, დაართავდნენ, შემდეგ აი ტოლის საქსოვ სპეციალურ დაზგაზე მას მოქსოვდნენ, ძირთადად იქსოვებოდა ხოლმე, როგორც აი მატყლის ფერები იყო, ანუ ფერადი ქსოვილი ხევში ნაკლებად იყო ხოლმე, ან თეთრი ფერის იყო, ან შავი ფერის, ან შედარებით მათი შერევის შედეგად მიღებული ლეგა ფერის ქსოვილი იყო ხოლმე. აი ამისგან იკერებოდა ამ ქსოვილისაგან, ესევე მატყლის მოთელვის შედეგად ესევე ღებულობდნენ ნაბატს, რომელიც ძალიან აქტიურად გამოსაყენებელი იყო მამაკაცებისთვის და ნაბდისთვის იყენებდნენ ხოლმე უფრო რისვი ერქვა, ესეთი ორწლიანი ნაპარსი იყო, რომელიც გრძელი მატყლი იყო, იმიტომ რომ წყალი არ უნდა გაეტარებინა მას და გარკვეული ტექნოლოგია ჰქონდა ამ და მთვარის ვსების დროს თელავდნენ ხოლმე ნაბატს, იმიტომ რომ თითქოს უფრო კარგი ხარისხის მოსულიყო ეს ნაბადი. ხო, ტყავის წარმოებაც აქ ადგილზე ხდებოდა. ტყავის წარმოებაც ადგილზე ხდებოდა კი. აი როგორც უკვე ვთქვით, რომ აი ცხარი ზამთარში მცირე რაოდენობით ყავდა, მაგრამ ყავდა იმისთვის, რომ აი ამ დანიშნულებით ჭირდებოდათ, ესევე იგივე საწოლ ლოგინისთვისაც იყენებდნენ ამ მოთელილ თექას, რაზედაც წვებოდნენ მაშინ. გარდა მაგისა, აი ტყავი ძროხის ტყავსაც იყენებდნენ, ღორის ტყავსაც იყენებდნენ, ცხრის ტყავსაც იყენებდნენ, იგივე ჯიხვის ტყავსაც იყენებდნენ ამისთვის და ამ ტყავის დამუშავება ხდებოდა ადგილობრივად ხდებოდა ეს, რა თქმა უნდა, თავიდან ამ ახალ ტყავს ან მარილიან წყალში ჩადებდნენ, დაკეცავდნენ და რამდენიმე დღე აჩერებდნენ და შემდეგ სპეციალური საფხეკით მას ფხიკავდნენ, ან დუღარე ნაცარს დააყრდნენ ხოლმე, ანუ ამ ბეწვს გააცლიდნენ, შემდეგ მის დამუშავება ხდებოდა საღენჭელში. ეს საღენჭელი ხშირ შემთხვევაში იდგა ხოლმე აი ერობები რო ვახსენეთ ჩვენ, აი იქ ესეთი ქვის ღრმულიანი ჩაღრმავებული ესეთი ქვის დიდი გობივით იყო, რომელშიც ჩადებდნენ და ესე კედით დააწვებოდნენ მას, დაკეცავდნენ ამ თლიან ტყავს კი აჩადებდნენ, ესე შოლტებად იყო დაჭრილი გარკვეულ ზომაზე, რომელიცთანაც შემდგომ მკერავდნენ იმ ფეხსაცმელს და აი ამ საღენჭელში ხდებოდა მისი დამუშავება. თავდაპირველად ეს მოწითალო ფერის იყო და ანუ როგორ ხდებოდნენ პარალელურად აი ამ დამუშავების დროს მას ერბოსაც შეაზელდნენ ხოლმე, ან ქონს ცხიმს, იმიტომ რომ როგორც ამბობდნენ, უფრო სქელდებოდა კიდევაც ამი და უფრო რბილდებოდა და მოქნილი ხდებოდა ეს ტყავი. აი ამ დამუშავების შედეგად ცოტას გაჭრიდნენ და თუ ისევ სიწითლე ქონდა, თავიდან წითელი იყო ეს ტყავი. თუ ცოტა სიწითლე ქონდა, ამ ტყავს არ იყო კარგად დამუშავებული. ანუ როცა უკვე გათეთრდებოდა, აი ამ ჭრილშიც უკვე თეთრი გამოჩნდებოდა, უკვე გასაგები იყო, რომ ეს ტყავი დამუშავებული იყო ბოლომდე და მისი გამოყენება უკვე შეიძლებოდა, რომ რბილი და მოქნილი ყოფილიყო და მისგან შეეკერათ ფეხსაცმელი. აი ამ ფეხსაცმელში ესეთი ხო შიგნითაც დებდნენ მერე კიდე ქუჩს, ეს ადგილობრივი ბალახი არის, რომელიც სისველეს გაატარებდა, რა თქმა უნდა და ცოტა მშრალად შერჩებოდა ფეხი და სითბოსთვისაც იყო გამოყენებული და აი ამას აქ ძირი გაბანდული, ეს ზამთრისთვის იყენებდნენ ესეც ფეხსაცმელს, რომელიც თოვლზე არ გასრიალდებოდა, გაბანდული ძირებით, რომელიც იყო თოვლზე სასიარულოდ გამოიყენებოდა უფრო ესეთი ფეხსაცმელი. ნაბადით თქვით, ესევე ქურქებს იყენებდნენ კაცები, ისიც ესე დამუშავებული ტყავისგან იკერებოდა, ქუდიც ესევე ვთქვათ, ცხრის ბატკნის ტყავისგან კეროდნენ ხოლმე ბოხოხებს ან სხვა ქუდებს და ესეთი გრძელი ტულუპები, რომელიც კაცებს ეცვათ ხოლმე. იმასაც რა თქმა უნდა თავისივე დამზადებული ტყავისგან იკერავდნენ თვითონ. წინდას ხმარობდნენ, რომელსაც ქალები ქსოვდნენ შალის წინდებს, ჩვეულებრივ თეთრი ფერის ან ლეგა ფერის იქნებოდა. ეს ცოტა მაღალყელიანი წინდები სითბოსთვის ამ ფეხსაცმელში ხმარობდნენ ამას.
ბატონოლია კარკუჩას მუზეუმისგან წამოსვლის გზაზე. საინტერესო ტაძარია ხო ახალციხეში და თან ახალციხეს საინტერესო ამბებიც უკავშირდება მათ შორის ამბები რომლებიც გამოხატავენ აი მოხეურ სტუმართმასპინძლობის წესს. თქვენ რას გაიხსენებთ ამ ამბიდან რომელიც რაღაც ცოცხალი სტუმართმასპინძლობის სიმბოლოდ შეგვიძლია შევაფასოთ? ხო, აი ამ ტრადიციასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ არა როგორც ლეგენდა, არამედ სინამდვილეში მომხდარი ამბავი, რომელიც უკავშირდება შიოლა ღუდუშაურის მკვლელობას. შიოლა ღუდუშაური ხევში განთქმული ვაჟკაცი იყო თავისი სიმამაცით. შემდეგში რაღაცა მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ შიოლა ღუდუშაური უნდა მოეკლათ, ეს კიდე ცოტა სხვა პრობლემა არის და ამისათვის შიოლა ღუდუშაურის მკვლელობა გადაწყვიტა მთრეხელმა, რომელიც სოფელ მთრეხიდან იყო ეს ხევსური და როდესაც ის აჩხოთში იყო და მიდიოდა სანადიროდ, გზად დაუხვდა წინ შიოლა ღუდუშაურს. მოკლედ ესეთ მოკლა შიოლა მთრეხელმა და რა თქმა უნდა ეს მკვლელობა მაშინვე უკვე ღუდუშაურებმა შეიტყვეს, სნოში მათ შეატყობინეს ეს ამბავი და მთრეხელი გამოიქცა, იმიტომ რომ უნდა დამალულიყო, რა თქმა უნდა ამ მკვლელობის მერე იცოდა რომ ამას არავინ არ აპატიებდა და გამოიკიდნენ, რა თქმა უნდა შიოლას მოგვარეები ღუდუშაურები, ეს ლექსშიც არის რომ მას მოსდევენ ღუდუშაურებიო ელვას აქვანან ცისასაო. გამოქცეული მთრეხელი ეცა და მოვიდა სოფელ ახალციხეში. ეცადა რომ ის დამალულიყო, მოვიდა სხვა შორის ამ ტაძართან მოვიდა როგორც ლექსის მიხედვით არის რომ მიმართაო ყოლაწმინდასაო, მაგრამ კარი ტაძრის დახვდა დაკეტილი და ამდენად გადაწყვიტა რომ თავი შეეფარებინა შიოლას დისთვის, რომელიც ახალციხეში იყო გათხოვილი და რომელიც იყო მთრეხელის დადნაფიცი. და მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, სხვა გზა რომ არ ქონდა რომ მის დასთან მივიდა და მათ რა თქმა უნდა გაიგო რომ ეს მისი ძმის მკვლელი იყო, მაგრამ შესულს ვერ გამოუშვებდა უკან და ლექსშიც არის ესე რომ ნეტარ არ შეიფარების ძმისა მამკლავი დისასაო. ანუ შეუშვებს თავის სახლში ამას მიუხედავად იმისა, რომ იცის რომ ეს არის მისი ძმის მკვლელი. რა თქმა უნდა, ეს მდევრები ღუდუშაურები მოვარდებიან აქ იარაღით და ცდილობენ რომ მოკლან, ანუ აიღონ სისხლი ამ მთრეხელის, მაგრამ და მათ არ შეუშვებს და ეუბნება რომ მომკლავთ ჩემო მამულნაო, ნაწნავს მომჭირთ მთრისასაო. ანუ არ შეიძლებოდა სახლში მიღებული თუნდაც ის მკვლელი ყოფილიყო და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მისი ძმის მკვლელი, ის მის სახლში იყო და ის ვალდებული იყო რომ დაეცვა მით უმეტეს მისი მეუღლე იმ პერიოდში სახლში არ იმყოფებოდა. ამიტომ მან შეიფარა ეს ძმის მკვლელიც როგორც სახლში მისული სტუმარი და არ მისცა მათ მისი მოკვლის საშუალება, არ შეუშვა სახლში. თუმცა კი მათ მერე მან კარი არ გაუღო და ისე არ შეუშვა, მაგრამ ამ გამწარებულმა ღუდუშაურებმა სხვა შორის ერდოდან დაკრეს ის არის მერე ესე არის ამ ლექსის მიხედვით, მაგრამ აი მთავარი აქ ამ ყველაფერში არის ის რომ დამ ძმის მკვლელი მიიღო ოჯახში და მისი მდევრები არ შეუშვა და არ მოაკვლევინა მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ მისი ძმის მკვლელი იყო ეს კაცი, მაგრამ მისი ოჯახის სტუმარი იყო ამ შემთხვევაში და დაიცვა ბოლომდე ამ გამწარებულმა ქალმა ეს არ დააყენა საკუთარი ძმაც კი. საინტერესო. ვფიქრობ რომ ბევრ საინტერესო რაღაცაზე ვისაუბრეთ, ცხადია მოხევითა ყოფაზე კიდე ბევრი არის სასაუბრო, ხო? ბევრი დეტალია, ბევრი საინტერესო ტრადიცია, რაღაც ერთი შეხვედრით ვერ ამოვწურავთ ამ საკითხს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის და უზარმაზარი მასალა არის, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ძალიან ბევრზე შეიძლება საუბარი. ბევრ ტრადიციაზე კიდე მათ შორის. ვფიქრობ რომ რაც ვისაუბრეთ, სვენელისთვისაც საინტერესო იქნება და გასაგები რაღაც კონტექსტის შემქმნელი თუ რას ნიშნავდა იმ დროს ხევში ცხოვრება. იმას თუ დაინტერესებს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.